საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. დავით კლდიაშვილის სამყარო. აი რა თემაზე უნდა ვისაუბროთ დღეს. ძალიან საინტერესო სამყაროა. რატომ? მოდი ვეცადოთ გავერკვიოთ ამ რთულ და ძალიან დასამახსოვრებელ ფენომენში, რასაც დავით კლდიაშვილის სამყარო ჰქვია. ბეკინა სამანიშვილი რასაკვირველია ღარიბი აზნაური იყო. ასე იწყება პლატონ სამანიშვილზე დაწერილი ისტორია. რატომ არ არის საკვირველი? ეს სიტყვა რასაკვირველია. რატომ არის ჩასმული ამ წინადადებაში? კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ. ბეკინა სამანიშვილი რასაკვირველია ღარიბი აზნაური იყო. ცხადია თქვენ მიხვდით რომ სამანიშვილის დედინაცვალზე ვსაუბრობთ. არც პლატონს ჰქონდა სასიამოვნოდ რასაკვირველია ბევრი შვილი, მაგრამ რას იზამდაო? მაგრამ ეს რატომ ღარ არის საკვირველი? განა ბუნებრივი არ არის ის რომ ადამიანს უხაროდეს რაც მეტი შვილი ჰყავს. განა გარდაუვალი აუცილებლობაა რომ აზნაური ღარიბი იყოს, ხოლო ადამიანს კი შვილთა სიმრავლე არ უხაროდეს. ეს სიტყვა რასაკვირველია, ერთგვარი გასაღებია დავით კლდიაშვილის სამყაროში შესასვლელად. ვეცდები რომ ვისაუბროთ ისეთ საკითხებზე, რაც თქვენს დაგარწმუნებთ ამ წინადადების სიმართლეში. დასაწყისში რამდენიმე კითხვა დავსვათ. ის რასაც ადამიანი კითხველი ეცნობა, როდესაც დავით კლდიაშვილის მოთხრობებს კითხულობს, იმდენად არაბუნებრივია, რომ შეიძლება აბსურდული ბუნებრიობა ეწოდოს მხოლოდ. რა ქმნის ამ აბსურდს? ეს არის ერთ-ერთი უპირველესი კითხვა. მეორე, პლატონ სამანიშვილი გამწარებული თავისი უსასოობით, თავისი ცხოვრების არაბუნებრიობით, იმით რომ რაც კი სცადა მან არაფერი გამოვიდა, კითხულობს, კი მაგრამ ვინ შრება ამას? და მეორე მხრივ კითხულობს, რატომ ისჯება ის ასე მწარედ? ამ კითხვებზე პასუხიც ძალიან მნიშვნელოვანია. რას ნიშნავს ის წინასწარი განწირულობა, რაც დავით კლდიაშვილის გმირებს და მთელ მის სამყაროს ახასიათებს? რატომ არაფერი იქმნება და ყველაფერი ინგრევა ამ სამყაროში? რატომ ეუფლებათ მკითხველებსაც, პერსონაჟებსაც განცდა, რომ ღმერთმა მიატოვა ეს ადამიანები და წუთისობლის აბსურდს, ქაოსს გადაულოცა ისინი. და ბოლოს, რანაირად შეიძლება ეს ყველაფერი სასაცილოც იყოს? აი კითხვები, რომლებზე პასუხის გაცემასაც ჩვენ შევეცდებით. როდესაც დავით კლდიაშვილზე საუბრობენ, მის მოთხრობებზე ლაპარაკობენ, ახსენებენ ხოლმე ორ სიტყვას ერთად. შემოდგომის აზნაურები. რას ნიშნავს ეს? შემოდგომა ბარაქიანი დროა. შემოდგომაზე ყველა კარგად გრძნობს თავს, იმიტომ რომ მოსავალი მოდის, არავის განზე საძებარი თითქოს არაფერი აქვს, თუ კარგად გაისარჯა მთელი წლის განმავლობაში. შემოდგომა სისავსის, ბარაქიანობის, სისრულის, კეთილდღეობის სიმბოლოა. შემოდგომით აზნაურობა ადვილია. ამიტომაც არიან დავით კლდიაშვილის გმირები შემოდგომის აზნაურები. როდესაც ადვილია იყო თავისუფალი, აზნაურს ამ სიტყვას სწორედ ეს მნიშვნელობა აქვს. აზნაური თავისუფალია. მეორე მხრივ, შემოდგომა არის წლის ბოლოსკენ წასული დრო. შემოდგომის შემდეგ ზამთარი მოდის. შემოდგომაზე ხეებს, ფოთლების ცვივა, ბუნება განიძარცვება ხოლმე ზამთრის მოლოდინში.
ეს ქვეტექსტიც აქვს შემოდგომის აზნაურობას. შემოდგომის აზნაურებზე წერსო დავით კლდიაშვილი. მოდი შევხედოთ ამათ, ვინ არიან ეს ადამიანები. ძალიან მაგრად არ განსხვავდებიან ისინი გლეხებისაგან. მათ პრაქტიკულად არაფერი აქვთ. მათ უწევთ ისევე მუშაობა, როგორც გლეხებს. ისინი პრაქტიკულად არ განასახიერებენ კეთილდღეობას და პასუხისმგებლობას სხვებზე, თავისთვის ვერ მიუხედავთ. რამ გამოიწვია ეს ამბავი? უნდა გითხრათ, რომ თავადაზნაურობას საქართველოში სხვაგანაც ალბათ ორი უმთავრესი ფუნქცია ჰქონდა. ერთი, ეს იყო ქვეყნის დაცვა, ძალიან ხშირად თავადაზნაურობა სამხედრო კარიერას მიელტვოდა და ეს იყო პასუხისმგებლობა ქვეყნის დაცვისა და მეორე ეს იყო განმანათლებლის ფუნქცია. თუმცა განმანათლებლები შედარებით ცოტანი იყვნენ, ხოლო სამხედრო კარიერას ბევრი ესწრაფოდა. როდესაც 1801 წელს რუსეთმა ჩაყლაპა საქართველო, მიიტაცა ჩვენი სამშობლო, მაშინ პირველი ფუნქცია პრაქტიკულად დაიკარგა. კი აგრძელებდნენ ისევ სამხედრო კარიერას თავადაზნაურები, მაგრამ ეს არ იყო სამშობლოს დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ასე ეგონა მაინც. საქართველოს არ იცავდნენ ისინი. ისინი იცავდნენ უკვე იმპერიის ინტერესებს. ასე რომ პირველი ფუნქცია არსობრივად დაიკარგა ქვეყნის წინაშე. რაც შეეხება მეორეს წეღანაც მოგახსენეთ, რომ ეს ფუნქცია, განმანათლებლის ფუნქცია ძალიან ცოტას ჰქონდა და ცოტამვე შეინარჩუნა. უფუნქციო არსებობა ძალიან რთულია. უფუნქციო არსებობა უსარგებლო არსებობაა. დანიშნულების გარეშე არსებობაა, რასაც ლოგიკური დასასრულისკენ, არარსებობისაკენ მიყავს ესა თუ ის ადამიანი, თუ საზოგადოების ესა თუ ის ფენა. აი თითქოს პასუხი გავეცით ჩვენ იმას, რატომ არიან დავით კლდიაშვილის აზნაურები ასეთ ცუდ დღეში. მაგრამ განა ეს მართებული პასუხია? ან უკეთრობ ვთქვათ, განა ეს სრული პასუხია? დავით კლდიაშვილის გმირებში ჩვენ მხოლოდ თავადაზნაურებს ხომ არ ხვდებით? აქ გლეხებიც არიან. არც ისინი განსხვავდებიან მაინცსა და მაინც თავიანთი ხასიათით და თავიანთი ბედით თავადაზნაურებისაგან. რას უნდა ნიშნავდეს ეს? პასუხი როგორც ჩანს, უფრო ღრმად უნდა ვეძიოთ. რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი აერთიანებს ყველა პერსონაჟს დავით კლდიაშვილის მოთხრობებისა. ვცადოთ და პასუხი გავცეთ, რა არის ეს? მინდა გითხრათ, რომ არის რაღაც, რაც ყველას თანაბრად აკლია. დავით კლდიაშვილის ყველა პერსონაჟს თანაბრად აკლია. ეს არის თავისუფლება. როდესაც ადამიანს თავისუფლება არ აქვს, როდესაც სახელმწიფოებრივი თავისუფლება არ აქვს, როდესაც პიროვნული თავისუფლება არ აქვს, მაშინ იკარგება უმთავრესი რამ? პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე, პასუხისმგებლობა საკუთარი ოჯახის, საკუთარი ქვეყნის და საკუთარი თავის წინაშეც და ცხოვრება გადაიქცევა უბრალო არსებობად, უმიზნო ხეტიალად წუთის სოფელში და ცხოვრებას ერთადერთი სიტყვა შეიძლება დავარქვათ ჩვენ. არსებობა გასაძლებად. აი ასე არის დავით კლდიაშვილის გმირების საქმე, როდესაც ადამიანი ინთქმება მატერიალურში, ავიწყდება სულიერება და ავიწყდება მოყვასის სიყვარული, თანაგანცდა ადამიანისა. ისინი ერთად არიან, მაგრამ ერთმანეთისთვის არ არიან. და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ისინი მოძრაობენ წუთის სოფელში, მაგრამ რაკიღამად საერთო მიზანი არ აერთიანებთ, საქვეყნო საერთო მიზანი არ აერთიანებთ, ამიტომ ამ მოძრაობას შეიძლება მხოლოდ უმიზნო ხეტიალი ეწოდოს. მოდით რამდენიმე კონკრეტულ მაგალითზე განვიხილოთ ეს ყველაფერი. პირველი მაგალითი ეს გახლავთ პლატონის მეტამორფოზა, პლატონის ცვლილება. როგორ შეიცვალა პლატონი მოთხრობაში სამანიშვილის დედინაცვალი. ნაწარმოების დასაწყისში პლატონი ბედნიერი თუ არა, ძალიან კმაყოფილი ადამიანია.
მართალია დავით კლდიაშვილი გვეუბნება, რომ ეს რაღაც მცირეზე აგებული ბედნიერება თუ კმაყოფილებაა, მაგრამ ეს მაინც ბედნიერება თუ კმაყოფილება არის. გახსოვთ მისი ცნობილი სიტყვები, რასაც ქართველები ხანდახან ვიმეორებთ ხოლმე. ამაზედაც გმადლობ უფალო, ამაზედაც გმადლობ უფალო იმეორებს. კმაყოფილია, ეშინია, რომ ეს ბედნიერება, ეს მცირეზე აგებული ბედნიერება არ დაკარგოს. ის იყო თავის ცოტაზედაც კმაყოფილი, ამ თავის მცირედითაც ბედნიერი, როგორც დავით კლდიაშვილი აღნიშნავს. ამის შემდეგ რა ხდება? მამამისის ბეკინა სამანიშვილის სურვილი გაცხადდება, რომელმაც მოინდომა მეუღლის მოყვანა და პლატონის აი ამ მცირე ბედნიერებას ბზარი გაუჩნდა. ვაი თუ მემკვიდრე დაიბადოს, მაშინ ხომ ისედაც მწირი ქონება უნდა გაუღონ პლატონს. ამიტომ პლატონი ყველაფერს აკეთებსა იმისოთ, რომ მემკვიდრის დაბადება გამოერიცხოს. თვითონ გადაიქცევა მამამისის მაშვლად, დადის სოფელ-სოფელ და ეძებს ორნაქმრევ და უშვილო ქალბატონს მამამისისთვის, რომ ცოლად შერთოს თან ისე, რომ გამოერიცხოს ყოველგვარი რისკი მემკვიდრის დაბადების თვალსაზრისით. რა არ გააკეთა დასაწყისში პლატონმა, რომ ეს აერიდებინა, მაგრამ რაკიღა მამის განზრახვას ვერაფერი მოუხერხა, თვითონ გადაწყვიტა მოეგვარებინა ეს საქმე და არაერთ მართლაც სასაცილო სიტუაციაში ჩავარდა ამის გამო. იპოვის ასეთ ქალს თითქოს, აქაც ძალიან ბედნიერია პლატონი, იმიტომ რომ როგორც იქნა მოიშორა ეს პრობლემა, თითქოს შემდეგ ჩნდება საშინელი ეჭვი, რომ დედინაცვალი პლატონისა ფეხმძიმედ არის, ბოლოს და ბოლოს, როდესაც დარწმუნდება მისთვის უბედურებაში, პლატონი დაემსგავსება მხედს. შვენიერი, კარგი, კეთილი პლატონი უცბად გადაიქცევა ადამიანად, რომელიც არის შეუბრალებელი, რომელსაც შეუძლია სასიკვდილოდ გაიმეტოს ჯერ არ დაბადებული სიცოცხლეც კი. და ბოლოს, როდესაც პლატონი გამოეყოფა მამამისის ოჯახს, ბეკინა ეუბნება, ბიჭო, შებრალება აღარ იციან თქვენში. და ამაზე ძალიან ნიშანდობლივია პლატონის პასუხი. მე შემიბრალა ვინმე. გარკვეული აზრით, მთელი სამანიშვილის დედინაცვალი, ეს არის ადამიანის მიერ საკუთარი სახის დაკარგვის ისტორია. და კითხვას, დამნაშავეა თუ არა პლატონი ამაში, ერთმნიშვნელოვანი პასუხი შესაძლოა არც ჰქონდეს. ერთ კითხვას კი მეც და თქვენც უნდა უპასუხოთ. ყოველთვის უნდა მოეთხოს ადამიანს გმირობა და არის თუ არა გმირობა ადამიანად დარჩენის ერთადერთი საფუძველი. ახლა მეორე მომენტს შევეხოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავიხსენოთ ქამუშაძის გაჭირვება, დავით კლდიაშვილის კიდევ ერთი მშვენიერი მოთხრობა. აქ არის ერთი პერსონაჟი, ეკვირინე, რომელიც თავის ახალ რძალს, სონიას ათვალიერებინებს კარმიდამოს. სონია უყურებს ძლიერი პესიმიზმის მომგვრელ, ძალიან ნაღვლიან, გაპარტახებულ სურათს. მთელი გარემო, რასაც ათვალიერებინებს ეკვირინე მას, ეს არის ნგრევის თვალსაჩინო გამოხატულება. მაგრამ აი ამ ფონზე ეკვირინე გამოიყურება უკიდურეს ოპტიმისტად. ძალიან ადვილია ადამიანი ოპტიმისტურად უყურებდა წარსულს. იმიტომ რომ იქ არაფერი შეიცვლება და შეგიძლია შენი იმედი ისე შეაპარო ამ წარსულს, რომ არანაირი პასუხისმგებლობა ამას არ ახლდეს. ძალიან ადვილია ოპტიმისტობა, როდესაც საქმე მომავალს ეხება, იმიტომ რომ ადამიანი იმედიანი არსებაა, ოცნებიანი არსება არის და ძალიან ადვილად შეუძლია თავისი მიზნების ნათლად წარმოჩენა, გასხივოსნებული წარმოჩენა. აი, აწმყოში ოპტიმისტობა ცოტა ძნელია და დააგვირდით აქ რა სურათი იხატება. დავით კლდიაშვილის გმირები არა მარტო ქამუშაძის გაჭირვებისა, არამედ სხვა გმირებიც ცხოვრობენ წარსულში, ცხოვრობენ მომავალშიც შედარებით ნორმალურად.
აი აწმყოშია რომ ყოველთვის უჭირთ, ყოველთვის არიან უბედურნი, ყოველთვის ლაპარაკობენ იმაზე, რომ ცხოვრებამ მათთვის ერთი მისხალი სიკეთეც კი ვერ გაიმეტა. დააკვირდით ამას. ჯერ ჭურებთან მივიდეთ ეკვირინესთან და სონიასთან ერთად. იცოცხლე შვილო ამ ჭურებში შარშან ღვინოები ჩაისხა. საპალნე რატომ 20 მანეთიც არ ღირდა, ისეთი რამ შვენიერი იყო, წრეულსაც იმედია ღმერთი უფრო უკეთეს მოგცემს. შარშან კარგი იყო, უკეთეს მოგცემს, მაგრამ ამ წუთას ცარიელ ჭურებს უყურებს სონია. ახლა ბოსტანში შევიაროთ. ბოსტანი მქონდა შენ გენაცვალე, ისეთი ბოსტანი, რომ მარტო ერთი შეხედვით გული გაგეხსნებოდა. ქალი უკეთეს ვერ დეიჩემებდა, მაგრამ რად გინდა ვერ დევიცავი, ისე გამითხარეს ქათმებმა. იცოცხლე ეს ხახვი ეხლა ამას რომ ხედავ, ეს რა იმასთან შარშან რომ იყო და ასე შემდეგ. და ბოლოს ეუბნება, გაისადა ძალიანი ბოსტანი გაკეთდება შვილო. კიდე უკეთესი ცოცხალი ვიყვეთ და ისევ შარშან და ისევ გაისად. მაგრამ ამ წუთას და ახლა ეს არის სრული გაპარტახების სურათი. მაშინ სადამე დავით კლდიაშვილის გმირები, ესენი არიან წარსულის ადამიანები, ესენი ხანდახან ოცნებაში არიან მომავლის ადამიანები, მაგრამ აწმყოში ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ღმერთი დაეკარგათ და რომლებიც დაკარგა ღმერთმა წუთის ოფელში. შემდეგი მომენტი, რაც ახასიათებს დავით კლდიაშვილის სამყაროს, ეს არის ტოტალური, ანუ ყოვლის მომცველი ტყუილი და პირობითობები. ადამიანები ყოველთვის ატყუებდნენ ერთმანეთს მეტნაკლებად, მაგრამ როდესაც ტყუილი გადაიქცევა ცხოვრების წესად, როდესაც ტყუილი გახდება ერთადერთი პირობა იმისა, რომ ადამიანებმა ღირსება შეინარჩუნონ, მაშინ ეს სასოწარმკვეთი რეალობის გამოხატულება არის მხოლოდ. დავით კლდიაშვილის გმირები არა მარტო სხვებს, საკუთარ თავსაც ატყუებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ძალიან უჭირთ, გავიმეორებ ამ სიტყვას, ღირსების შენარჩუნება. ამ საზოგადოებაში ყველამ ყველაფერი იცის ერთმანეთზე. მაგრამ ისე ელაპარაკებიან ერთმანეთს, ისე გაცვლიან სიტყვებსა და აზრებს, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფას არ მიაყენებენ სიმართლის თქმით. იმიტომ რომ სიმართლე ძალიან მწარია, დამთრგუნველია და სიმართლე რომ უთხრა შენ მეზობელს, შენ მეგობარს, მაშინ გამოვა რომ შენ უნდა გააშიშვლო ის, რისი მკაფიოდ დანახვაც ამ ადამიანებს არ სურთ და მხოლოდ ტყუილით შეიძლება ამ სინამდვილის შენიღბვა. მაგალითები გნებავთ, რამდენიმეს გავიხსენებ თქვენთან ერთად. მაგალითად, სოლომონ მორბელაძეში ამ შვენიერ მოთხრობაში არის ასეთი ადგილი. ბესარიონი სოლომონს პირდება, რომ რაც მის შვილს დასჭირდება და გადაწყვეტილი იქნება, აუცილებლად მისცემს, იმიტომ რომ ვალი აქვს მისი. მოტყუება რაში მეჭირვებაო თან, ეუბნება. დავით კლდიაშვილი ამის შემდეგ წერს, გიკითხავთ ციტატას. სიტყვას მოჰყვა თუ არა, მეც კარგად ვიცი, რომ თქვენ ამგვარ რამეს არ იკადრებთ, სიცილით თქვა სოლომონმა, თუმცა გუნებაში დარწმუნებული იყო, რომ ბესარიონი ყოველ ღონისძიებას იხმარდა ვექსილის ტყუილად შერჩენისათვის. ცნობილი ამბავია. უფრო ცნობილი ამბავი მეორე. სოლომონი თავის მევალე პლატონს სახლში ეპატიჟება. მობრძანდი, უნდა გაგიშალო სუფრა და ერთად მოვილხინოთო. ის გარბის. ორივე მიცის, რომ პლატონს, უკაცრავად სოლომონს სახლში არაფერი აქვს. და როდესაც სოლი ეკითხება სოლომონს, რომ კი, მაგრამ რომ ეპატიჟებოდი ამ კაცს, მართლა რომ შემოსულიყო, რით გაუმასპინძლდებოდიო, ის უპასუხებს. კი, მაგრამ ეს პლატონი რა ჩვენებური არ არის, არ იცის ჩვენებური წესი. რა არის ეს ჩვენებური წესი? მე უნდა მიგიპატიჟო, მაგრამ შენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შემომყვე სახლში. ორივე მიცის, რომ ეს არის პირობითობა, ორივე მიცის, რომ ეს ტყუილი მიპატიჟებაა, მაგრამ ორივე იცავს ამ წესს, რომ ერთმაც და მეორემაც შეინარჩუნოს ღირსება. და ბოლოს, რატომ არის ეს სასაცილო? საერთოდ რა არის სასაცილო? სიცილის ბუნება ძალიან საინტერესოა, რაზე ეღიმებათ ადამიანებს. ზოგჯერ ეღიმებათ პერსონაჟზე, რომელიც რა გინდა რა სიტუაციაში ჩააგდე, მაინც სასაცილოდ გამოიყურება.
ზოგჯერ უკიდურესად სათნო, კეთილი, ზოგჯერ ბრძენი ადამიანიც კი შეიძლება ისეთ სიტუაციაში ჩავარდეს, რომ მისი ყველა სიტყვა და ყველა მოძრაობა, ყველა ჟესტი სასაცილო იყოს. დავით კლდიაშვილის გმირები სწორედ ასეთ სიტუაციაში არიან. სასაცილოობის, სიცილის ბუნება ასეთია, რომ სასაცილოობის საფუძველს ხანდახან ქმნის ხოლმე შეუსაბამობა. რა შეუსაბამობა ამ სამყაროში? ეს არის ჯერ კიდევ შემორჩენილი აზნაურული თუ ადამიანური ღირსება და მეორე მხრივ უკიდურესად გაჭირვებული ეკონომიკური მდგომარეობა. ამ ღირსებას არაფერი საფუძველში არ აქვს გამამაგრებელი, მაგრამ ადამიანებს არ უნდათ ღირსების დაკარგვა. ადამიანებს უნდათ რომ კეთილშობილურად გამოიყურებოდნენ. თუმცა ამის საფუძველი არ აქვს და ეს მართლაც სასაცილო მდგომარეობაში აგდებს ამ ადამიანებს. და დასკვნის სახით მინდა გითხრათ. რატომ ხდება ეს ყველაფერი, რაც აქ ხდება? ეს გასაგებია. მაგრამ რისთვის ხდება ეს ყველაფერი? აი კითხვა, რომელზეც შეიძლება სხვადასხვა პასუხი არსებობდეს. ერთ-ერთი პასუხი შეიძლება ასეთი იყოს, უკეთეს ალბათ თქვენ რომ დაფიქრდებით, მოიფიქრებთ თქვენ თვითონაც. ჩემი აზრით კი ეს იმიტომ ხდება, რომ ღმერთი ადამიანსაც და ქვეყანასაც ყოველთვის აძლევს შანსს სიტუაციის გამოსწორებისა. მაგრამ ამ შანსს ის უსათუოდ მოაყოლებს ხოლმე პრობლემას. გნებავთ გასაჭირს, რომ ადამიანმა დაძლიოს ეს გასაჭირი. მარტომ კი არა, სხვებთან ერთად დაძლიოს ეს გასაჭირი და გამოასწოროს თავისი მდგომარეობაც და თავისი სამშობლოს, თავისი ქვეყნის მდგომარეობაც. ესეთი შანსი ყოველთვის არსებობს ხოლმე. თავარი ის არის, გამოვიყენებთ თუ არა ჩვენ მას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ერთი რამ მინდა გთხოვოთ. დავით კლდიაშვილის მოთხრობები იმდენად საინტერესოა, რომ ბევრი რამ რაც იქ ხდება, შეიძლება გამოიყენო იმისთვის, რომ დაფიქრდე შენ საკუთარ ცხოვრებაზე. ეს დიდი ლიტერატურის დამახასიათებელი ნიშანია და დავით კლდიაშვილის მოთხრობებიც უნდა ვაღიაროთ, რომ არის დიდი ლიტერატურა.